ზედაზონის სოფლებიდან ბალანთა ერთადერთი ქართული სოფელია, სადაც 37 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები არაერთი პრობლემის წინაშე დგანან. აქედან ყველაზე მთავარი ბუნებრივი აირია. 2 წლის წინ სოფელში გაზის მილები გაიყვანეს, თუმცა ბუნებრივი აირის ჩართვა და მრიცხველების დამონტაჟება დღემდე არ მომხდარა. აგერ ტრუბები დაგვიმონტაჟეს. გვაქვს აგერ გაზის ტრუბები არის. გაზი არ არის იგი. არადა ჩვენ მინდორით 300 მეტრში გადის ცენტრალური ტრასა გაზისა, რომელიც მის ახალქალაქში, ახალციხეში და ასე შემდეგ. ჩვენ გაზი არ აქვს. რას ამბობენ, მიზეზი რა არის, რატომ არ არის ჩართული? ვინ ნახეთ რომ შევეკითხოთ, ვინ? რაიონიდან ვინ ნახეთ, ვერ ნახეთ. თითოვლობის გამო სულ მალე ბალანთისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტება და სოფელი ქალაქს დაახლოებით 7 თვით მოწყდება. ამ პერიოდში მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გათბობა და საშეშე მერქანია. სამირიადი შეშა რო აქ იყიდო, აქ რო იყიდო 1200-1300 ლარი უნდა. იარსები, აბა როგორ უნდა იარსებო? მკაცრი ზამთარი. გაზი გვაქვს 500 მეტრაში, 500 მეტრა. რო იმისი ყველა გაიღებს იმ 500 ლარი იქნება ის გლეხი, თუ 600 ლარი იქნება, ყველა გაიღებს იმისათვის რომ სახში შეიტანოს. ყურადღების ქვეშ არა ვართ, საერთოდ არა ვართ. მარტო ესენი დააყენეს და წავიდნენ. შენ ერთი გაზის ბალონი რო გინდა, უნდა ჩახვდა ახალქალაქში 30 ლარის საწვავინა დახარჯო. ან ბენზინი და ან სალარკა და ეს ერთი ბალონი უჯდება 60 ლარამდე. რომელსაც რო ეს ბალონი ყოფნის ოჯახში, მაგალითად ჩემ ოჯახს დიდი ოჯახია და 14 დღე 2 კვირა. მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. ნახევარი სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი. გზა ყოფს შუაზე ამ სოფლის გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს. აი მარცხენა მხარეს ყველას აქვს წყალი, მაგრამ ის მარჯვენა მხარეს რა ვიცი, ეთქვა იქ რაღაცა დამატებითი ნაგებობის გაკეთება უნდა, რომ წყალი ჩავიდეს, ის დაგროვდეს და წნება ქონდეს, რომ იმაღლა ავიდეს. იმ ხელა წყალი მოგვს თელ სოფელს კი თელ ჯავახის იყოფა. თელ ჯავახის იყოფა ის წყალი. გამოვიტანთ, გავაკეთეთ ესა და დიდებულად და ან მოსახლეობამდე არ მიდის, ხო? ნაწილი ხვდება და ნაწილს ახლა ვერ აწוდება ის დონე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბალანთაში მიგრაციის დონე მაღალია. წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემების გამო მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა სოფელს ტოვებს. აქ დარჩენილებს კი არსებული პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით უწევთ. ერთი სოფელი ვართ, ქართული სოფელი ვართ, რაღაცა ვაკეთებ. გვინდათ რომ ვიცხოვროთ, ვიყოთ რომ ვილაპარაკოთ და მოვესაუბროთ და მოვისიყოთ ერთი მეორე. სადა ვართ? გაურბივართ. ბავშვები გარბიან, აქეთ გარბიან, იქით გამორბიან, აღარ გვინდა აქ ცხოვრება. გაზი ჩვენარო, წყალი ჩვენარო, გზა ჩვენარო. რა გააკეთებენ გემსეს ჯერში?